დავთ ახლა რეგისტრაციას გავივლით. მონაწილეებს ვეთქვი, რომ იყვნენ უბრალოდ ყურადღები და ფრთხილად, იმიტომ რომ მოძრაობს გზაზე მანქანებთან ერთად. სხვა ისეთი არაფერი 200 კილომეტრი არა. მონაწილეობა და გაითვალისწინებენ ენერგიები შეავსონ დროულად და არ მიიყვანონ პიკანტე ესე რომ გამოფიტავენ და მერე რომ შეავსებენ არ გეყოფით. პლუს განწყობის გარშემო ფერი არ გამოდის და მერე კიდე იმედია მან არის მომზადეთ რა. სადისა ნუ გამოყო სიკლავტი გავიარე და ამის. რა გაერთო? თუ რაღაცებია ძილოზე იარონ ლაღადა ბედნიერად არ არის თულისა და უცაცხო ყურადღები დატკბნენ. აი, რომი ჯანზე არიან. I don't know. It will be hard to ride against wind, I think, and it will be very high temperature today. So we all must do it. It is first one. აუცილებლად ავდგებით ძალიან ხშირად. ვფიქრობ, რომ დრო უნდა გავითვალისწინო და არ გავიპაროთ. ალბათ სულ საათზე უნდა ვიყურო. დღეს გავითვალისწინეთ ძველი ბრევიტის შესახებ და ვეცდები რომ გავიარო დისტანცია იმაზე უკეთილზე წინაზე. ეს ყველაზე მეტად გავითვალისწინებ უსაფრთხოებას გზაზე, იმიტომ რომ სწრაფად დაყავთ ამ გზაზე მანქანები. გავიცი გასული გამოცდილება პლუს ამისა ის რომ უნდა ნამეტანი არ უჩქარო სტარტზე რომიერად მივიღო სნეკები რომელიც მაქვს და ვიყო გუნდთან ერთად და ფონდეს კარგი ხალისი რაც თავარია ეგარი რა უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოება რა თქმა უნდა მარშრუტის არამერიოს თავარია რომ ყოველთვის პრობლემა მაქვს და ველოდების ხვალს რომ რაღაც გზავანახოს იმიტომ რომ არასოდეს არ მაქვს ჩაწოლილი მარშრუტი ძალების განანათლება For me also fun, but I'd like long distance, and for me it's like a little bit training, so it's nice weather. მეგობრობა. იმიტომ რომ ეს არ არის გამარჯვება ვიღაცას მოუგო, ეს არის მეგობრობა რა, ნამდვილად ეს ბრევეტი არის სამეგობრობა. და ძალიან მიხარია რომ ამდენ მეგობრებთან ერთად დავარ. წარმატებები ყველას. ის გაწვია ხარ თანა და აქ ყველაფერი კარგად იქნება. I guess have fun and enjoy the picturesque view of Georgia. უსაფრთხოებას ბევრი გეტყოდა. ძალების გადანაწილებას